დათარსულები დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყე. პერსონაჟებს უამრავი თავგადასავალი გადახდათ თავს. ებრძოდნენ ქათმებს, გარიგებას დებდნენ კატაკლიზმებთან, სახეს აძრობდნენ ფუკუნდუს, უყურებდნენ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას და მთელი ამ დროის განმავლობაში ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, თუ როდის დაიდება ახალი სერია. არ აქვს მნიშვნელობა გაზრდილია თუ არა ქრონომეტრაჟი, დახვეწილია თუ არა ვიზუალი ძველ სერიებთან შედარებით, მაინც ყველაზე მთავარი ის არის თუ როდის იქნება შემდეგი. ბიჭო, თან აგვისტოა, თვე რომელსაც ყველა დასვენებაში ატარებს, ახალ ადგილებს ნახულობს ან რამის ათვისებას ცდილობს უშედეგოდ, რა ვიცი. ზუსტად ამიტომ მომივიდა იდეა, რა იქნება თუ მთლიან პროცესს გაჩვენებთ. ახლა მთლიანი სერია როგორ კეთდება, ამის ჩვენება უამრავ დროს წაიღებს, ამიტომ მოდი ერთად გავაკეთოთ დათარსულების ერთი სცენა. პირველი ეტაპი, სცენარი. სანამ ტექნიკურ მხარეს მივადგებით, იქამდე საჭიროა ვიცოდეთ, თუ საერთოდ რას ვაკეთებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, სცენარია მოსაფიქრებელი, რაც ითვალისწინებს ფიქრს, მერე ისევ ფიქრს, თავში არაფერი არ მოდის. მოდი ცოტა ყურადღება სხვა რამეზე გადავიტან. შენი მუშაობა დამავიწყდა. საბოლოოდ კი თავს ვეღარ არიდებ, რაღაც უნდა დაწერო. მოდი, რა იქნება პოლიკამ კითხაობის ბიზნესი დაიწყოს გაიოსთან ერთად. მათთან კი ემაილი მივა საკუთარი ბებიის სულის გამოსაძახებლად. ზოგადად ყველა სცენას ბევრად უფრო სიღრმისეული ჩაფიქრება უნდა, თუმცა ამ შემთხვევაში ესეც გამოდგება. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი იდეა მოფიქრებულია, კონკრეტულად დიალოგის დაწერას მაინც დიდი დრო მიაქვს. გათვალისწინებული უნდა იყოს პერსონაჟის ტიპიური ხასიათი, არ უნდა გამოგჩეს, რომ ემაილი თითქმის ყოველი წინადადების წინ 1, 2 და 3 სიძახის და ასე შემდეგ. ასევე მოგვიწევს ახლობლების შეწუხებაც, რომ კითხოთ მეგრულად ღორთან მიახლოებული კაცი როგორ იქნება. საბოლოო ჯამში სცენარი მზადაა და შეგვიძლია შემდეგ ეტაპზეც გადავიდეთ. კომპოზიცია. ამჯერად სწრაფად უნდა შევძლო სხვადასხვა საიტებზე საჭირო მატერიალების მოპოვება. ამ ილუსტრაციიდან ეს ქალი არ გამოდგება, მაგრამ სხვა ელემენტები მკითხავის ოთახის გარემო შესაქმნელად ნამდვილად გამომადგება. მას შემდეგ რაც მატერიალებს მოვძებნით, ხსნით After Effects და ვიწყებთ ჩვენი სცენის კომპოზიციურად დალაგებას. ქმნით ოთახის მონახას, სცენაში შემოგვაქვს მოპოვებული ელემენტები და პერსონაჟები. კარგი ამბავი ისაა, რომ პერსონაჟების უმეტესობა უკვე შექმნილი და დარიგულია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიკას შეგვიძლია ასე გავაკეთებინოთ. იმ შემთხვევაში თუ პერსონაჟი თავიდანაა გასაკეთებელი, ეს კიდევ უფრო დიდ დროსთანაა დაკავშირებული. ვინაიდან სხეულის ყველა დეტალი ჯერ ცალ-ცალკე იქმნება, შემდეგ კი ერთმანეთს სხვადასხვა პლაგინის დახმარებით უკავშირებთ. შემდეგ კი ისევ ვძებნით ახალ მატერიალებს, ვცდილობთ რომ სცენა რაღაცას დავამსგავსოთ, ეს კედლები რაღაც ძალიან არ მომწონს, მაგრამ არ აუშავს. თავარია მონახაზი შექმნილია. დანარჩენს მერე მივხედავთ რა. ამ დროისთვის ჯობია მომდევნო უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, გახმოვანებაზე გადავიდეთ. ამ დროს ჯობია წელში გასწორდე, ხმის სავარჯიშოები გააკეთო, სცენარი გახსნა და დაიწყო. გაიოშამა, დაუძახე შემდეგ კლიენტს. უკვე ნაცნობი პერსონაჟების ხმის ჩაწერა მემარტივება, თუმცა ახალი პერსონაჟის ხმის მოფიქრება ყოველთვის რთულია. მას შემდეგ რაც ჩაწერას მორჩებით, შემდეგი ეტაპი იწყება. ჩაწერილ ხმას გაწმენდა და დამუშავება უნდა, რომელსაც ასევე არანაკლები დრო მიაქვს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე თუ რამხელა დისკომფორტია, როდესაც ყურში საკუთარი ხმა ჩაგესმის და აი რაღაცანაირი არასასიამოვნო მომენტია რა. 1, 2 და 3 კული ამიჩქარდა ახლა საერთოდ. ამასობაში კომპოზიცია კი უკვე დავალაგეთ, თუმცა ამით არაფერი დამთავრებულა. უკვე აწყობილ სცენასაც კი ჭირდება ხელის შევლება. ხელის შევლება კი არა, იქ დეტალებია დასამატებელი, აგერ კედლის ტექსტურა არ მომწონს, ამ პერსონაჟებზე განათებებია დასადები. იქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიკას თმა გაცვიდა, თორე ჩავსვამთ მიანს და მე ატყდება კომენტარებში ერთი ამბავი, თმა რატო აქვსო? იქ ემაილია სცენაში შემოსაყვანი, იქ პაჭო, იქ საბოლოო ფერებია გასასწორებელი. ამ ყველაფრის კეთებაში თუ ვადა არ გაგვივიდა და ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ, მივადგებით შემდეგ ეტაპს. ანიმაცია. მოდი ჯერ პოლიკათი დავიწყოთ. პირველ რიგში ლიპსინკი, იგივე ტუჩების მოძრაობა უნდა დავარეგულიროთ. პირის მოძრაობა აუდიო ფაილს უნდა ემთხვეოდეს. მას შემდეგ რაც ლიპსინკს მოვრჩებით, საჭიროა პერსონაჟის ხელები ავამოძრაოთ. მხოლოდ ხელები საკმარისი არა, ასევე გჭირდება თავის მოძრაობა და ეგ არის. როგორც იქნება. თვალის გუგები დამავიწყდა. კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ პოლიკას და თვალის მოძრაობებიც დავარეგულიროთ და ეგ არის, როგორც იქნა. მორჩა, პოლიკა მორჩა. ახლა ზუსტად იგივე უნდა გავუკეთოთ ემაილს, გაიოს და პაჭოს.
ესეც ესე. როგორც იქნა მორჩა, ყველაზე მეტად აი ამ ანიმაციის keyframe-ების დალაგება. აუ, ის მოჩვენება, ემაილს ბებიის სული ხო უნდა გამოეძახებინა. თან ეს ქალი ხომ მოჩვენებაა, ჩვეულებრივი ადამიანივით არ უნდა იყოს. აწყობის გარდა ვიზუალურადაც დასჭირდება ხელის შევლება. კარგი, ნუ რაცა ეგა. ანიმაციაც გაუკეთოთ, პერსონაჟებმაც აქეთ-იქით უნდა იარონ და ჯერ კიდევ არ მორჩენილ ვართ. სანამ ამ ყველაფერს რენდერზე გავუშვებთ, იქამდე სცენაში კამერა გვაქვს გასასწორებელი. კარგი, მოდი კამერას დავაყენოთ უცებ რა. კადრებს მივცეთ მოცულობის ეფექტი, დავაკვირდეთ რომ კომპოზიციურად არაფერი გაგვეპარა, გავჭრათ იქ, გამოჭრათ აქ და ეგ არის. საუკუნეების შემდეგ ანიმაციაც მზადაა. ჩვენ ეს შევძელით. გავუშვათ რენდერზე და დაველოდოთ. A few minutes later. შევამოწმოთ ეს რა არის? შენი სხვა ვიდეო გამიშვია რენდერზე, შენი დედა ხო და ასია მეგობრებო, მარტივი ამ ცხოვრებაში არაფერია. ქადის ჭამის გარდა, თუმცა დასრულებულ პროექტს რომ ვუყურებთ, სიმშვიდისა და სიამოვნების შეგრძნება ავტომატურად, ამას ხო editing-იც უნდა. ხომ, შემდეგი ეტაპი editing. მას შემდეგ რაც ყველაზე რთულ საქმეს უკან მოვიტოვებთ, საჭიროა სცენის მუსიკალურად და აუდიო ეფექტებით გაფორმება, რისთვისაც საჭიროა ლიცენზირებული მუსიკის და ხმის ეფექტების მოძიება, მილიონჯერ მოსმენა ფონის ხმაურისა თუ კონკრეტული ეფექტების შემთხვევით, რამე არ ყვიროდა ის შემთხვევით, რამე არ იყოს ხმა და ბლა. აი ახლა უკვე ნამდვილად გავედით ბოლოში და ერთ რამეს გეტყვით, ბოლოში რომ არც ვიყოთ გასულები, უკვე სულ ფეხებზე მკიდია. აი ესე. დაი დადგა სანუკვარი მომენტი, როდესაც უნდა ნახო თუ რაში ჩადე საათებისა და დღეების შრომა. მოდი ვნახოთ რა შევქმენით. გაიო შამან, დაუძახე შემდეგ კლიენტს. კარგი პოლიკ. რამდენჯერ უნდა გითხრა ბიჭო, პოლიკას ნუ მეძახით ხო? ბერმუდა სულში ეკალი დამიძახე, უფრო მკითხა ურაჯღერს. კარგი ბერმუდ. მოგძანდით. ბატონო ემაილ, რა გაგჭირვებიათ? 1 2 და 3 კული ამიჩქარდა ახლა საიდან იცით თქვენ ჩემი სახელი? პოლიკა და იქიდან. არა გეშლება შეპარტახო, მე ბერმუდა სულში ეკალი ვარ. ჩემი საქმეც ისა, ყველაფერი ვიცოდე. ოქ შენ გინაცვალე მე, კული მიგრძნობდა რომ სწორად მოვდიოდი. მამა, გეუბნები პოლიკა, გვაბოლებენ. რაღაც პარტახული ენერგეტიკა ჩვენს ბიომაგნიტურ ველს არღვევს. სასტრაფოდ, კისაში 50 ლარი ჩააგდეთ. 1 2 და 3 ვინ პარტახი მე მაგის დედა მამა, აგერ 50 ლარი. დამშვიდა. აბა, გისმენთ, რაზე მოხვედით? მოკლედ სახში რაღაც წერილი ვიპოვე, სადაც ბაბუა ჩემი წერს რომ განძი აქ თურმე დამალული. ხო და აქ ბებია ჩემი სული, სუფრადონა კვიჭინია სულის გამოსაზახებლად ვარ, რომ გავიგო ეს განძისა და. კაცო, ბაბუა შენმა თუ დამალა, ბებია შენი სული რატო გინდა რომ გამოიძახო? ბაბუა არ ჯობია? იმიტომ რომ ბაბუა ჩემი კაცი იყო, შანსი არა ეგ გამოგვეცხადოს. ამიტომ ბებია ჩემს ვთითქო ვიფიქრე. ჭკვიანურია. რამე ბებია შენის კუთვნილი ნივთი გააქვს, გამოსაზახებლად დაგჭირდება. აუ პოლიკ, ნუ სულელობ რა, აღიარე რომ პარტახული ენერგია დაბრუნდა. დროზე 50 ლარი ჩააგდე კისაში. აგერ ჩავაგდე. დამშვიდა. მოკლედ გააქვთ რამე იმ ქალის კუთვნილი ნივთი? მაქვს ნივთი, ვიცოდი რომ დამჭირდებოდა. ეს არის ბებია ჩემის ნაქონი ნიფხავი. უყუჩე ჩავდე მაინც ეს ხერხული რომ არ იყოს. შვენიერი. გაიო შამან, გამოართვის სტუმარს ნიფხავი. რა უყო ახლა ამ ნიფხავს? გეჭიროს. მიმართავ სუფრადონა კვიჭინია სულს. გამოგვეცხადე. რაო, არის კონტაქტზე? ასე ამბობს თუ გინდათ დაგელაპარაკოთ, კიდევ 50 ლარი ჩააგდეთ კისაშიო. კალბატონო სუფრადონა, გამოგვეცხადეთ. ვახის რა არის მოდილი ვიყო? ვაიმე. მართლა სული გამოიძახა ამ გამოსებულმა. გაიოს რას დააჭირი ამისთანას? მე რას დავაჭირე შეჩემა? ნიფხავიდან ამოხტა უცებ. ბებო, როგორ ახარ? ემაიო, ჩიმჭიჭე ჯოღორის ქვა. ქუგალიაკ, მუჭარეკდა. ჯგირო ბებო, ჯგირო, რაზე შეგაწუხი ახლა?
ბაბუას თურმე განძი დაუმალია და მაგაზე გამოგიძახე. სადა აქ დამარხული შენ გეცოდინება. თვითონ ბაბუას არ დაუძახე, ყოიცი რანაირი ჩატლახი კაციც იყო ეგ. არ გამომეცხადებოდა მე. მაგის სასიკვდილე კაცი. კოჩვარ ხეჯრე პირდაპირ. განძი დაუმალია და ჩემთვის კიდევ არაფერი უთქვამს. მოდი რაც გეტყვი, მაგას ქონდა პატარა მიწის ნაკვეთი. სუსტად ბუყუნაგუტულია სახლის უკან. იახადო, თუ რამეს დამალავდა მაგი, მან დამალავდა. მაგან დამალა სიკვდილი და უბედურება. 1 2 და 3 მადლობა ბებო, მადლობას კანგული ვაპირო მე. წავედით პაჭუაბა. ბიჭო, ამ ქალაქში ყველანაირი სისულელე სიმართლე რატომ აღმოჩნდება ხოლმე? ბიჭო, ვითომ ნიფხავის ბრალია? მეგრელების ბრალია. თუ ვიდეო მოგეწონა, აუცილებლად წვიდე ლაიქს და გამოიწერე არხი. ასევე სერია მოწყურებულ გულშემატკივრებს გეტყვით, რომ მეხუთე სეზონი სექტემბერში გაგრძელდება წინ ნამდვილი სიგიჟე გელით.